აი ქორჭილა ესეთი უნდა. რამსუქან. მოგესალმებით უყოლას, როგორ ხართ? ხო ხართ ჯანზე? თემურა ხაზზე და მოსულები ვართ ესეთ ტბაზე. 1000 გამომწერს მიაღწია ამ ჩენელმა. არ მეგონა ნამდვილად, მაგრამ ძალიან სასიამოვნოა და ძალიან მიხარია რომ მოგწონთ და უკვე ამდენი ხართ. 1000 კაცი. გამოსული ვარ, რა ვიცი, დიდი იმედებით და თითები გადაჯვარედინებული რომ კარგი ზომის ქორჭილებს დავიჭერთ. ვნახოთ რა იქნება. მოვჭით ლაპარაკს, დილის 7 საათი არის და გადავიდეთ პირდაპირ თევზაობაზე. შეეხება დღევანდელ სატყუარებს, წამოვიღე, ჩამომივიდა აი ესეთი სელექტის სატყუარები სხვადასხვა ფერში, ძირითადად 1.5 ინჩიდან 2.5 ინჩამდე. მაქვს ასევე Upstream-ის დარტები, fat დარტი ქვია და რაღაცა ნარევი არაბრენდული ჩინური AliExpress-დან გამოწერილი სატყუარები. ამაზე არ ამგონია რომ მივიდեմ, ამ ძირითადად დღეს მინდა რომ სელექტის სატყუარები გავტესტო. რაც შეეხება თვითონ ჯოს, დღეს წამოვიღე Favorite-ის Bluebird-ი 1-დან 7 გრამამდე, travel ვერსია რა თქმა უნდა და ვინც გამოწერები ხართ, შეამჩნევდით რომ აქ პატარა სხვაობა გვაქვს. ჩემი Daiwa Regalis კოჭა ცოტა დაზიანდა, სახელური დაუზიანდა და ეს არის Daiwa Crossfire-ი, ოღონდ Daiwa Regalis სპულით, ასე ვთქვათ, რა იმ თავით. ამას გამოვიყენებ დღეს და ვნახოთ როგორ იმუშავებს. ერთმანეთზე მიდის, LT ვერსიები არის ორივე. მოკლედ ეს ბოლო კვირა ძალიან ცუდი ამინდები იყო. თევზაობაც ძალიან რთული გახდა. მაგრად პასიურობს ქორჭილა. ყოველ შემთხვევაში დიდი ქორჭილები ძალიან პასიურობენ. და არც გუშინ იმენა ჭექაქუხილი იყო. მთელი დღე სერიოზული წვიმა, ქარი და დღეს აი ესეთი ამინდი გამოგვივიდა. ნახოთ რამდენად იმოქმედებს ეს ჩარტყმებზე, აქტიურობაზე, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სამწუხაროდ ჯერ არაფერი იქით ამხარეს. ეხლა საკმაოდ სუსხი არის ცივა დილით და გადმოვინაცვლებ მზიან მხარეს. ნახოთ აქ რა ხდება თუ საერთოდ არის. საერთოდ რამე და მაქედან მერე ავეწყობი. უკვე 1-2-3 ფერი გამოვცვალე. ნატურალური მწვანე და იასამნის ფერი. და აი ჩარტყმაც კი არ იყო ჯერ. გვიან მივხვდით. მეც და ქორჭილაც. რო დავაპატიმრეთ. კაი ზომა. ნორმალური ზომა. შვენიერი, კაი დასაწყისი. ანუ აქ დგას, ხედო? როგორც ყოველთვის. აქ მოგეხსენებათ, არაერთხელ მიხსენებია ვიდეოში, რომ ნაფოტა არის მეთქი. ახლოში აი ყოველთვის გაყოლებაზე ნაფოტა დგას ხოლმე. და მგონი მაგონჩმამ დარტყმა საერთოდ ვერ ვიგრძენი. ძალიან ფრთხილი აღება იყო. დარტყმა არ იყო ეს. მეთქი გამოვედი რაღაცას და გამოვქაჩი. მომქონდა და მე დაიწყო თავის ქნება. მეთქი თევზია. დარტყმა. ეს ადგანა ხედავ თორე. ეხა ეს პატარაა, მაგრამ დარტყმა იმ ცოტა მოზრდილზე უკეთესი კი ქონდა. ეგრეა თევზ ძებნა უნდა. მოვიდა დელეგაცია. ავახართ. ესენი რო ტვინს ბურღავენ, აი ესენი რო ტვინს ბურღავენ, ისე არაფერი რა. აი ყველგანას კლინტავენ. სუხმაურია. ამათ გამო, ამათ აქ არ ერჩიან. და ძალიან აქტიურობენ. და ხალხისაც არ ეშინიათ, საერთოდ რეაქცია რა აქვს, აგე მოვა აქეთ ჩაგინისკარტებს თუ. შევცვალე ფერი, წავიდა ეგრევე ჩარტყმები. იასამნის ფერზე არიღებ და ამაზე ნატურალურ ფერზე აიღო. საინტერესოა, გავაგრძელოთ ნატურალური ფერი. ცვლით ადგილებს, ცვლით ფერებს, ცვლით ყველაფერს. ვაკეთებთ მაქსიმალურს.
ისაც რომ დავჭიროთ ესეთ პატარა ქორჭილები. ზომები გასწორებდა ცოტა დიდი, მაგრამ ნიაც. როგორც იქნა. გაიზომა. კაიგია მაგარი ზომაზა. ეგრე რა ბიჭო რა. სად იყავი აქამდე თო? შენიერი ზომა. ესეთი ვაჟბატონი. ვაჟბატონიუსი. ას. გადაუშვით თევზი. ძლივს რაღაცა ნორმალური. ამ სეზონზე რამდენჯერაც მოვედი, ნორმალური ზომები მარტო აქ არის ხოლმე ძირითადად. სავარაუდოდ სიღრმეა და მაგის გამო. მონტაჟს რაც შეეხება, ესეთი არის, აი. ესეთი წვეთის ფორმის 5 გრამიანი სატყუა, ესა წონა და სელექტის ორინჩიანი სატყუა. ამას წინებზე ვიყავი მოსული აქ. ხოთა შორის 1-3-4 დღით ადრე ვიყავი მოსული, ძალიან ცუდი ამინდი იყო და რაღაცა, მაგრამ ძალიან კარგი ქარიყლაპია დავიჭირე. და რადგან ახლა 1000 გამოწერზე ავედით და რაღაცა ბარემ ამ ვიდეოშივე გაჩვენებთ მაგ ქარიყლაპის ვიდეოს. აი, ნახეთ, ჩაუჯექით ისი ამონით. როგორც იქნა რაღაც კარგი და დარტყმა ვერ გადავიღე. კაი ზომა. სად იყავი აქამდე? ქარიყლაპია? რასე კაჩება. ურაჩანი აქვს. ვიღებ. ვერ ვიღადაო. Давай. ეს კაი ზომა. That's not it. That's not it. და გაფიქსირო შეჩათალა ხოში. ამას სურათს ვერ გადაუღებ, მაგრამ გავუშვებ ხა. აბა დავაი. იბზანდი. იდი. არ გინახავ თავის მოკვდარუნებები და ასე შემდეგ. ნორმალური ზომა იყო ხა ისეთი არაფერი, მაგრამ 1-600 გრამი იქნებოდა ალბათ, რა ვიცი. 600-700 გრამი. კარგად იბრძოლა. სხვათა შორის ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ მაგ სესიაზე დიდი ჯოხით ვიყავი მისული. და რა ვიცი, ისე იბრძოლა ქარიყლაპიან და ისეთი ვირივით დადგა წყალში, რომ აი ძლის გამოვიყვანე, თქვენ თვითონაც ნახეთ ვიდეოში. ეს რომ ძალიან საინტერესო იყო. მეგონა ცოტა უფრო მარტივად მოვერეოდი დიდი ჯოხით, ან მოვერიე, მაგრამ ანუ პროსტო გამოყვანაზე ძალიან რთული იყო. მასობაში დავიწერეთ ერთი მოჩუჩნული. ოპა. ესეთ. იბზანდით. დავსვით რაღაც კარგი.
კაიზამის ქორჭილებს. უფრო კარგად გადაუყლაპია. ისე სელექტის სნექსზე. ესეთი. არის თუ არა ეს. შედეგი. აი ესეთი. შვენიალური. უკრაინელი კაცი არის. ერთ-ერთ ვიდეოში შემხვდა და ის დიდი ქორჭილა იმ კაცს მივეცი. შვილი ჩამომივა, უნდა შეუწვაო და მთელი ამბები და წაიყვანოს. მაინც ბლომად არიან აქ. 7 გრამს გავდივართ აიმიდან კოსმოსში. აჰა, დავსვით. Okay. მოეწონა. ზომა. იბატონო. ატაკ. გაიდართ მაგიება. ზომა ესეთი არაფერი, მაგრამ მწვანე ფერიც გავათევზიანეთ. ყველაზე კარგი კიდე ის არის, რომ ამ სატყუარას თლიანად ყლაპავს. თლიანად ყლაპავს იმენად ეს, თლიანად ვერც კი ამოვიღებ მე. ესეთ ფერზე დაჭდა. რამოდენიმე ჩაწყვეტაც მქონდა. ახლა უბრალოდ მინდა ცოტა უცხოთ ადგილი შევიცვალო, ნახო რა ხდება იქეთური აქეთური და თუ არა და დავაწვევით სახში. ყოველ შემთხვევაში დღეს 2 კაი ზომის ქორჭილა დავსვით, რაც ძალიან გამიხარდა. პატარა მამანამდე ამან აქამდე იყო ძალიან კარგი დაკაჩვა რაღაცა. რომელიღაცამ დაიჭირა. ამ პატარა გამოედო. გავაგრძელოთ. ეს რაღაცა კაი ზომისა. ახლა ამის გამოყვანა აქ იქნება. მენა просто ცალკე პრიკოლი. так. არ ვიცი შევძლებთ თუ არა გამოყვანას. რა კაი ზომა. რეკორდი და ჩემიკ აი ქორჭილა ესეთი უნდა რა მსუქანია და так სად არის ჩემი ტელეფონი რაც სამჭირდება მაშინ არ არის აი მსუქანი კაცი კარგად კი ჩაარტყა გაჩვენ ერთხელაც თავი აბა სიაბატო აუ რა კარგად დაარტყა მუშაობს ეს სილიკონი ჩემი
ჯერ დიდი დაჯდა გაიშვა და მერე პატარამ დაარტყა. ხარბები. ის რა ბოლოში მაინც ეს გამოედა ის პეტარუკა გაჩერდი გაი იყოს ეს ბოლო რა ვიცი მოკლედ დღეს დავამთავრებ მე ამ ვიდეოს იმედი მაქვს რომ ვისიამოვნეთ ჩემი აზრით საბოლოო ჯამში მაინც თევზაობა შედგა და კარგად ვიჭირეთ რაც შეეხება სატყუარებს რა ვიცი იმუშავა რა ვიცი დამთხევა არის თუ ართლა სატყუარების ბრალი არის მაგრამ ყოველ შემთხვევაში კარგი არის რომ იმუშავა ასევე რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ 1000 გამომწერისთვის რა ვიცი мотивация არის რაც არ უნდა იყოს და მიხარია რომ მოგწონთ ის რასაც ვაკეთებ მოკლედ დღეისათვის სულ ეს იყო თქვენთან იყო ემიგრანტი მეთევზე და მომავალ ჩართვამდე